ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანები უკან ეგვიპტეში გააბრუნეს, რადგან ისრაელმა ღაზის სექტორში საკვებისა და სხვა პროდუქტების შეტანა აკრძალა. ისრაელი აფრთხილებს ჰამას, რომ დამატებით ნაბიჯებსაც გადადგამს იმ შემთხვევაში, თუ არ დაეთანხმება ახალ წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამავდროულად მთავარი შუამავალი ეგვიპტე ისრაელს შიმშილის იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს. დღეს რამადანის მეორე დღეა, როგორც ხედავთ, სატვირთო მანქანები არ იძვრიან. ხალხს ღაზაში არ აქვს საკვები და სასმელი. პრიორიტეტული საკითხი უნდა იყოს სატვირთო მანქანების შესვლა. ჩვენ აქ 17 თებერვლიდან ვართ და ჯერ ერთი სატვირთო მანქანაც არ შემოსულა. ვინ შედის უკან აბრუნებენ. არავის ესმის რა ხდება. იმედია შეგვიშვებენ, რადგან იმ ხალხს ეს დახმარება ჩვენზე მეტად სჭირდება. პირველი ეტაპი რამდენიმე თვიანი შიმშილის შემდეგ ჰუმანიტარული დახმარების ზრდას ითვალისწინებდა, თუმცა შაბათს უკვე ამოიწურა ვადა. მეორე ეტაპის ფარგლებში ჰამასმა ისრაელის ღაზის სექტორიდან გასვლისა და გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ ათეულობით მძევალი უნდა გაათავისუფლოს. ჰამასი ისრაელს პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. მეორე ეტაპთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არც დაწყებულა. ჰამასმა დახმარების შეწყვეტის გადაწყვეტილება შეაფასა როგორც იაფასიანი გამოძალვა და ომის დანაშაული. მისი თქმით, ისრაელი არღვევს იმ შეთანხმებას, რომელიც იანვარში ერთწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ დაიდო. სიმართლე გითხრათ, დღეს მიღებული გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი. ეს საკითხი რომ მოგვარებულიყო, თანამდებობის ყველაპირის თანხმობა იყო საჭირო. ხალხი რთულ მდგომარეობაშია და ჩვენ მათ გვერდით უნდა დავდგეთ. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ შეთანხმების მიხედვით ისრაელს შეუძლია განაახლოს საბრძოლო მოქმედებები, თუ მოლაპარაკებები არ იქნება ეფექტური. მან დაძინა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ ჰამასი მძევლებს გაათავისუფლებს. მან ასევე განაცხადა, რომ ისრაელი გადაწყვეტილებებს ათანხმებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან.